მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს გადაცემა უნდა იცოდეა, მე კი მისი წამყვანი თამარ გუნთაიშვილი ვარ. Როგორც იქნა, მე მგონი ამინდებმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ისეთ თემაზე, როგორიც არის პიკნიკი და პიკნიკი არ იქნება საინტერესო თემა, თუ არ გავამახვილებთ ყურადღებას სურსათის უვნებლობაზე, იმიტომ რომ ზოგადად პიკნიკებს სწორედ ეს პროცესი ახლავს თან. ჩვენი გარემოდან გამომდინარე ალბათ მიხვდებით, რომ გარკვეული პროდუქტების წარმოდგენილი გვაქვს იმისთვის, რომ მეტად თვალსაჩინო და უფრო მეტად საინტერესო იყოს თემაზე საუბარი და ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ბევრი დეტალი გაგიზიაროთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ისიამოვნოთ პიკნიკით ისე, რომ სურსათიც უვნებელი იყოს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, გაგვესაუბრება სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული. მოგესალმები ირაკლი, დიდი მადლობა, რომ კიდევ ერთხელ ხართ ჩვენი გადაცემის რესპონდენტი და ხო, როგორც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, ხო? მოდი დავიწყოთ ზოგადად თემით, როგორ უნდა მოვემზადოთ პიკნიკისთვის და გამოვყოთ რამდენიმე პროდუქტი დასაწყისისთვის, რომელთაც აღებაც საპიკნიკედ არ არის რეკომენდირებული. კი ბატონო, მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმეთ თქვენს მაყურებელს. აქტუალური სეზონი მოდის პიკნიკების და ეს ერთ შეხედვით მარტივი პროცესი, ასე ვთქვათ, ჩვენი სიამოვნებისთვის შეიძლება გადაიზარდოს საკმაოდ რთულ მოვლენაში, თუ არ დავიცავთ გარკვეულ მოთხოვნებს, რაც დაკავშირებული არის სურსათის უვნებლობასთან. თავიდანვე შეგვიძლია რამდენიმე პროდუქტი ვთქვათ, როგორც აღნიშნეთ, რის წაგებაც კატეგორიულად არ შეიძლება, არ არის მიზანშეწონილი. ეს არის განსაკუთრებით მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტი, როგორებიც არის მაგალითისთვის კრემიანი ნამცხვარი, რომელიც არ შეიძლება და არ არის რეკომენდირებული წავიღოთ პიკნიკზე, რადგან მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები, როგორც შენახვისთვის, ისე ტრანსპორტირებისთვის და თუ არ გვაქვს ეს პირობები დაცული, ამისთვის ჯობია მოვერიდოთ ესეთი ნამცხვრის წაგებას. შეგვიძლია წავიღოთ ირაკლი, ამ შემთხვევაში შეიძლება რომ თერმოჩანთები იყოს გამოსავალი? კი ბატონო, სწორედ ერთ-ერთი ყველაზე კარგი გამოსავალი არის თერმოჩანთა ან ყინულებიანი კონტეინერი, რომელიც უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ პროდუქტი ინახებოდეს გამოყენებამდე შესაბამის ტემპერატურულ რეჟიმებში, რაც არის დაახლოებით +6 გრადუსამდე. შეგვიძლია თუ ამის საშუალება გვაქვს, რომ პროდუქტები და კერძები წავიღოთ თერმული ჩანთით ან ყინულის კონტეინერებით და ტემპერატურა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი, ამ შემთხვევაში უკვე შეგვიძლია ნებისმიერი კერძი წავიღოთ და ნებისმიერი პროდუქტი. ამ შემთხვევაში ეს საფრთხე და ეს რისკი მინიმუმამდე არის დაცული და დაყვანილი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამის ეს ასე ვთქვათ ინვენტარი ხშირად არ გვაქვს და ბევრს არ აქვს. მაგრამ კარგია თუ ექნება და ეს პრაქტიკას თუ იქნება მიღებული, რომ დავიწყებთ ანუ პროდუქტების საპიკნიკე წაღებას მსგავსი ინვენტარით და მსგავსი წესების დაცვით, ძალიან კარგი იქნება საბოლოოდ ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კიდევ შემდეგი კერძი, ასე ვთქვათ, რომელიც არ უნდა წავიღოთ, ეს არის მაიონეზიანი და ძის ფაზაზე დამზადებული კერძები, მაგალითად ნაღების ფაზაზე დამზადებული. იგივე ვარიანტში ესაც არის მაღალი რისკის მატარებელი სურსათი, რომელიც მოითხოვს დაბალ ტემპერატურაზე შენახვას და ტრანსპორტირებას და ჯობია ესეთი კერძების წაღებას მოვერიდოთ ესეთ სიტუაციაში ყოფნის დროს. კი ბატონო, მშვენიერი და ასევე აი ჩვენ ახლა ფაქტობრივად მინი პიკნიკი გვაქვს გაშლილი და აქ ძირითადად წარმოდგენილია ისეთი პროდუქტები, რომელიც აუცილებლად ყველა საპიკნიკე სუფრაზე გვხვდება, მაგალითად ხილი და ბოსტნეული, ხო? ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად საფრთხის შემცველ პროდუქტს წარმოადგენს მარწყვი, რომლის აქტიური სეზონიც არის ახლა და მისი გარეცხვა არა თუ პიკნიკზე, არამედ სახლის პირობებშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, ხო? პიკნიკზე გარეცხილი მარწყვის წაღება და გასარეცხი მარწყვის წაღება. აი ამ ორ თემას გავუსვათ ხაზი და ზოგადად საინტერესო იქნება, როგორ უნდა გაირეცხოს მარწყვი, იმიტომ რომ რამდენიმე სხვადასხვა მეთოდი არსებობს. კი ბატონო, რაც შეეხება ხილ-ბოსტნეულს, შედარებით ნაკლები რისკის მატარებელი არის ეს პროდუქტები განსხვავებით სხვა პროდუქტებისგან და ინგრედიენტებისგან, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული სახის რისკები. მოდი ამ შემთხვევაში ვისაუბროთ მარწყვზე, რადგან აქტიური სეზონია მარწყვის, ყველა ის იყენებს, ყველას უყვარს და მათ შორის მეც ჩემთვის ყველაზე საყვარელი ხილი არის მარწყვი. რაც შეეხება მის გარეთ სხვას რამდენიმე ვიდეო შევხვდა რამდენიმე დღის წინ, სადაც
მის დაზიანებაზე საუბრობდნენ და მე მეც ჩავწერე ვიდეო მის გარეცხვასთან დაკავშირებით. პირველ რიგში სანამ გარეცხვამდე მივართ, ხო, აუცილებლად უნდა შევიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არის ნაკლებად დაზიანებული, იმიტომ რომ მარწყვი არის ძალიან ფაქიზი სტრუქტურის მატარებელი ხილი და ის შეიძლება დაზიანდეს როგორც მოკრეფის დაკრეფის დროს, ისე ტრანსპორტირების და რეალიზაციის ადგილებშიც კი, იმიტომ რომ ყველას გვინახავს მისი აწონის დროს როგორ პირობებში ხდება მისი პარკში მოთავსება და ეს თვითონ პროდუქტს აზიანებს რაც შემდგომ იწევს უკვე მის გაფუჭებას და მისი ორგანოლექტიკური და ფიზიკური მაჩვენებლების გაუარესებას. შემდეგ უკვე თუ ავარჩევთ ისეთ მარცვლს, რომელიც არის ჯანსაღი, ვიზუალურად კარგად გამოიყურება, არ არის დაზიანებები არ აქვს და არის მაგალითად მსგავსი ხო ჩვენ განზრახ გვაქვს ადგილზეც. შემთხვევაში ეგ დაზიანებულია, ეგ უკვე უნდა გარჩევის დროს უნდა ამოვიღოთ. როდესაც სახში მოვიდან, შეგვიძლია უშუალოდ წყლის ჭაულის ქვეშაც გავლეცხოთ. ოღონდ ეს არ უნდა იყოს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საშუალოდ რამდენი წუთი შეგვიძლია? საშუალოდ მაქსიმუმ 5 წუთი გააჩნია რაოდენობას მარწვის, რა რაოდენობის მარწვი არის, იმიტომ რომ თუ ცოტა რაოდენობაა, შესაბამისად დროს უფრო ნაკლებით დასჭირდება გარეცხვის. შეგვიძლია წყლის ჭაულის მეშვეობითაც გავლეცხოთ. მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა დავტოვოთ წყლის წყალში, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, მარწვი ფაქიზი სტრუქტურა აქვს და ზიანდება და უკვე ლორწოვანი გარსი გამოიყოფა, რაც უკვე მოქმედებს მის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და გარდა ამისა წყალი ისეთი ინგრედიენტია, სადაც არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ბაქტერიები იყოს და გამრავლდეს. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა რომ ბაქტერიების შემთხვევაშიც სუფთა იყოს ეს ჩვენი მარწყვი, როგორც ვთქვით, წყალი არ აცილებს ბაქტერიებს, ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ინდუსტრიული სადენსპექციო სითხეები ხელის და ბოსტნეულისთვის, ისე სახლის პირობებში შეგვიძლია გავაკეთოთ. მაგალითისთვის 1 ლიტრა წყალზე რო გავრეცხოთ, რო დაუმატოთ უბრალოდ 1 კოვზი ვაშლის ან ყურძნის ძმარი, მივიღებთ სახლის პირობებში სადენსპექციო სითხეს, რომელთაც შეგვიძლია მარწვს გადავავლოთ და შემდეგ კიდე წყალი გადავავლოთ და შევინახოთ, ასე ვთქვათ, ესეთ მდგომარეობაში. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როდესაც გაირეცხება. ირაკლი, ბოდიში დავაზუსტოთ რა, ჯერ ვრეცხავთ წყლის ჭავლის ქვეშ მარწს, შემდეგ ვასხამთ მომზადებულ სითხეს და შემდეგ ისე შეგვიძლია წყალი არც გადავავლოთ, იმიტომ რომ ძმარი საკუთრებრივი საკვები პროდუქტია და ზედაც რომ გემონურთვისებებს ცოტა რაოდენობა არ იქონიებს გემონურთვისებაზე გავლენას. და შემდეგ, როდესაც უკვე გავრეცხავთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გამშრალებული შევინახოთ თუ მაცივარში ვინახოთ. იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები ტენი ექნება გარშემო ამ პროდუქტს, უფრო ნაკლები რისკი იქნება მისი გაფუჭების. ამიტომ ხალხს ხელსაყრელს შეგვიძლია შევამშრალოთ, მაქსიმალურად უზრუნველყოთ ტენი მოსილდეს და შემდეგ მაცივარში შევინახოთ. თქვენ რომ დავაყოვნოთ გარკვეული პერიოდით და თავისით შესაძლებელია თავისით ჩამოვიდეს ეს წყლის რაოდენობა, ზედმეტი წყლის რაოდენობა, მაგრამ იმ დონემდე მაინც ვერ მოხდება ეს. ფათაშორის ეს მოქმედი ეს პროცესი ასევე კარგია, როდესაც მარწვს ვყინავთ. ანუ როდესაც გავამშრალებთ, მე ცალ-ცალკე გავყინავთ და შევინახავთ და ნუ ეს სხვა საკითხია და შემდეგ უკვე შეგვიძლია მივუთავთ. რაც შეეხება თვითონ ბუნებაში წამოღებას, ტექნიკაზე წამოღებას, შესაძლებელია რომ გარეცხილი წამოვიღოთ, მაგრამ ჯობია ადგილზე გავრეცხოთ, იმიტომ რომ დიდი ხანი არ აქვს გარეცხილი. მაშინ ალბათ ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი იქნება უკვე მომზადებული ხსნარი წამოვიღოთ და ამ ხსნარით დავამუშავოთ. შეგვიძლია წამოვიღოთ და ასე დავამუშავოთ ეს მის გამოყენება. კი ბატონო. ირაკლი, აღნიშნული ხსნარით შეგვიძლია მხოლოდ მარწყვი დავამუშავოთ თუ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული? ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული შეგვიძლია დავამუშავოთ აღნიშნული ხსნარით, რადგან რამდენიმე მეთოდი არსებობს სახლის პირობებში ხილი ბოსტნეულის გარეცხვისთვის. ერთი არის ძმრის შემთხვევაში, რომელიც ჩემი აზრით ყველაზე ეფექტურია და ყველაზე უნებელია. კიდევ არსებობს მაგალითად მარილწყალხსნარი, რომელიც შეგვიძლია სოდასაც იყენებენ. კი ბატონო, მარილწყალხსნარი მაგალითისთვის 200 გრამი მარილი 1 ლიტრ წყალზე უფრო მაღალი კონცენტრაცია ჭირდება მარილის, მაგრამ რაც შეეხება სოდას, სოდის გამოყენებით ისეთი ხილის ან ბოსტნეულის გარეცხვა, რომელსაც შედარებით ფაქიზი სტრუქტურა აქვს, როგორც მაგალითად მარწვს არ არის რეკომენდებული. მარწყვი, ჟოლო, თუთა. კი ბატონო, იმიტომ რომ სოდა არის ძალიან ძლიერი
ფიტოტექსნარი, რომელიც აზიანებს ზედაპირს, გარს და შემდეგ უკვე მიდის ეს პროდუქტი ყოფისკენ. ირაკლი, რა შეგვიძლია ვთქვათ აი ამ შემთხვევაში ისეთ ხილზე და ბოსტნეულზე, რომელსაც მყარი ზედაპირი აქვს, აი მაგალითად კიტრი, ალუჩა, ბალიც ამ შემთხვევაში, თუმცა ბალი უფრო მეტად შეგვიძლია ამ შემთხვევაში მივიჩნიოთ საზიანო პროდუქტად, თუნდაც ხშირად შეგვხვედრია მატლი მის შიდა სივრცეში და ხო აი როგორ შეგვიძლია რომ ეს პროდუქტებიც დავამუშავოთ პიკნიკის დროს. კი ბატონო, რაც შეეხება სხვა პროდუქტების დამუშავებას, აი მაგალითად რომ ავიღოთ ან კიტრი ან პომიდორი, აუცილებლად ჭირდება გარეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზოგიერთი პროდუქტი და ხილი შეიძლება ითვლებოდეს და ისე მივირთმევდეთ, ზოგი რატომღაც არ აკეთებს ამ პროცესს, ანუ ჯერ თლის და მერე ხდება უკვე გარეცხვა. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გაათლამდე და დამუშავებამდე მისი გარეცხვის პროცედურა შესაძლებელია მოხდეს ჯვარედენი დაბინძურება და უკვე გარემო ზედაპირიდან გადავიდეს უკვე ეს მავნე პათოგენური ბაქტერიები ან სხვა დაბინძურება უკვე შიდა ზედაპირზე და შიდა სივრცეში და განსაკუთრებით ისეთი პროდუქტების, რომელიც მაგალითად ან მიწაზე იზრდება, ან მიწაზე დევს მომზადების დროს, ან მიწიდან მიიღებს და ასე შემდეგ. ირაკლი, რადგან ამ თემას შევეხეთ, გათვლა, დაჭრა და ასე შემდეგ, მოდი ვისაუბროთ ასევე ინვენტარზე, რომლითაც ხდება ამ პროდუქტების დაჭრა და დამუშავება, ხო? ხშირ შემთხვევაში პიკნიკებზე მხოლოდ ერთი დანა გვაქვს ხოლმე წარმოდგენილი და ერთი დანით ხდება ბოსტნეულის, ხილის, ასევე შეიძლება ხორცის და ყველის სხვადასხვა პროდუქტების დაჭრა. აი ამ შემთხვევაში რა რეკომენდაცია შეგვიძლია მივცეთ მაყურებელს? რა თქმა უნდა ეს არასწორია, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთ და იგივე ინვენტარი დამუშავდეს სხვადასხვა პროდუქტები და მათ შორის უნივი პროდუქტი და უკვე მზა პროდუქტი. ამიტომ უნდა წავიღოთ რამდენიმე ინვენტარი, ვინაც ორი დანა იყოს, მაგალითად ერთი დანა იყოს უკვე მზა პროდუქტების დასამუშავებლად, ერთი დანა იყოს მაგალითად უნივი პროდუქტების დამუშავებისთვის. ახლა ძალიან ბევრ დანას ვერ წავიღებთ და ვერ ატარებთ მაგისტრის სხვადასხვა პროდუქტებისთვის, მაგრამ მინიმუმ ორი მაინც არის, რომ ერთი გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტებისთვის, რომელიც პირდაპირ მზა არის და თერმოდამუშავებას არ გადის, ხოლო მეორე დანა გამოვიყენოთ ისეთი პროდუქტებისთვის, რომელიც შემდგომ უკვე თერმოდამუშავებას გადის და ასევე ძალიან მნიშვნელობა აქვს ინვენტარს, ანუ და ინვენტარის ვიყენებთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის ხოლმე ფაქტი, რომ აი როდესაც უმი ინგრედიენტი დევს, მაგალითად ამ შემთხვევაში კიტრი ამ ზედაპირზე, შემდეგ უკვე მზა კიტრით შესაძლებელია მოხდეს ამ ზედაპირზე და მაგასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და რომელიც სწორედ არის ჯვარედენი დაბინძურების რისკი, იმიტომ რომ ან უნდა სხვა ინვენტარი გამოვიყენოთ მზა პროდუქტებისთვის, ან შევცვალოთ თუ ერთჯერადი პროდუქტები გვაქვს, ან გავრეცხოთ საფუძვლიანად, რომ არ მოხდეს ჯვარედენი დაბინძურება. ირაკლი, აქ ბევრი პროდუქტი არ გვაქვს წარმოდგენილი, მაგალითად ყველი, ხორცი, ასევე ძეხვეულიც, რომელიც აქტიურად გამოიყენება ხოლმე პიკნიკების დროს და მოდი ამ პროდუქტებზეც გავამახვილოთ ყურადღება. ყველი რძის პროდუქტია და გადაცემის დასაწყისში ვახსენეთ, რომ სწორედ რძის პროდუქტებზე დამზადებული საკვები უფრო მაღალი რისკის შემცველია. ყველთან დაკავშირებით რა რეკომენდაციებს გავუსვენთ? ამ შემთხვევაში ყველი ნაკლებად რისკის მატარებელია, რადგან თვითონ მისი შენობისობიდან, მარილიანობიდან გამომდინარე ნაკლებად შეიძლება რისკის მატარებელი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ აქვს რისკი. ამ შემთხვევაში იგივენაირად შეიძლება არსებობდეს დაბინძურება და შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ადამიანის ჩართულობას ყველმა. ამიტომ მნიშვნელობა აქვს მის მდგომარეობას, რა მდგომარეობაში იქნება ეს ყველი, როგორ ყველს შევიძენთ, რამდენად სუფთა მდგომარეობაში იქნება და ასე შემდეგ და ვეცადოთ რომ ეს ყველი იყოს შედარებით მეტი მარილის მქონე, ასე ვთქვათ, უფრო ქართული სტილის ყველი და უფრო ნაკლები რისკი არსებობს ამ შემთხვევაში, როდესაც მაღალი მარილიანობის რისკი, მაღალი მარილიანი ყველი იქნება, ვიდრე ნაკლებად მარილიანი ან ახალი დამზადებული ყველი. ხორცი და მოდი პირდაპირ აღვნიშნოთ სამწვადე მასალა, ხო? არსებობს შემთხვევები, როდესაც უკვე წინასწარ დამარინადებულ სამწვადე მასალას ვყიდულობთ მაღაზიებში და ისე მიგვაქვს თან, ან ადგილზე ჩვენ თვითონ ვამზადებთ ეგრეთ წოდებულ ჩაბასთურმებულ ხორცს, ხო? აი ამ შემთხვევაში ხორცი უმი პროდუქტი ყველაზე დიდი რისკის მატარებელია, ხო?
როგორ უნდა წავიღოთ, მოდი ტრანსპორტირებაზე გავამახვილოთ პირველ რიგში ყურადღება და შემდეგ უკვე თერმულად დამუშავების დროს ვიცით, რომ თქვათ ის ბაქტერიების მაღალი პროცენტი კვდება და ნაკლებად არის ჩვენთვის საფრთხის შემცველი. თუმცა აი ტრანსპორტირებას რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ხორცს, ალბათ ხორცი ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი პროდუქტი ამ შემთხვევაში, როდესაც მიგვაქვს პიკნიკზე. დამარინადების პროცესს რაც შეეხება, დამარინადება ერთი მხრივ შეიძლება იყოს იმისთვის, რომ თვითონ გემონური თვისებები მიიღოს ამ ხორცმა და მეორეს ეს კიდევ, როდესაც დამარინების პროცესში ემატება მარინის სხვადასხვა სუნელები და ინგრედიენტები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ აქვს ძალიან დიდი ხანი ვადა დამარინადებულ ხორცს. მაქსიმუმი ვადა რაც შეიძლება იყოს, ეს არის 24 საათი დამარინადებული ხორცის ვადა. ამიტომ თუ ვაპირებ სიტყვაზე ხვალ წასვლას, ერთ დღით ადრე თავამარინადოთ, ეს გაძლებს ეს ხორცი, მაგრამ ძალიან მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტირების პირობებსაც. როგორც წეგანა აღნიშნეთ, ამისთვის ბევრს არ აქვს თერმოჩანთები, ამიტომ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ მოხდეს რაც შეიძლება ნაკლები მზის სხივები ხორცს, რომ არ აიწიოს ტემპერატურა იმაზე მაღალ მდგომარეობაში, რაც არის მის შენახვისთვის და რაც შეიძლება პირველი დავამუშავოთ ის, როდესაც რიგზე მოხვდებით და პირველი შევწვათ ის, რაც შეიძლება მალე გამოვიყენოთ, იმიტომ რომ ამით უფრო ნაკლები რისკი არსებობს, რომ უფრო გამრავდეს ბაქტერიები. დიდი დრო ჩერდება ზოგადად ხორცით, სამწვანე მარინადით თუ სხვა ნებისმიერი მალფუჭებადი პროდუქტი ოთახის ტემპერატურაზე, უფრო დიდი რისკი არსებობს იმის, რომ ბაქტერიები განადგურდეს. აი მაგალითისთვის ცნობილია, რომ თუ კერძი ან ინგრედიენტი ოთახის ტემპერატურაზე 2 საათის განმავლობაში არის გაჩერებული, შეგვიძლია ესეთი კერძი მივირთვათ და მაცივარში შევინახოთ. თუ 2 საათიდან 4 საათამდე არის ოთახის ტემპერატურაზე, ესეთი კერძი შეგვიძლია მხოლოდ მივირთვათ და მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება და 4 საათი თუ არის გაჩერებული, ის უკვე აღარც მისი მithmewa შეგვიძლია და აღარც მისი მაცივარში შენახვა. მაგრამ ეს მოქმედებს ოთახის ტემპერატურაზე, რომელიც არის მიჩნეული +20-დან +23 გრადუსამდე, მაგრამ თუ გარემო პირობებში უფრო მაღალი ტემპერატურაა და სცილდება 30 გრადუსს, რა თქმა უნდა, ეს დროის ხანგრძლივობა არის ძალიან შემცირებული და დაახლოებით 1 საათი არის ეს ყველაფერი. ეს დრო მისი გამოყენების, მომზადების და შემდეგ უკვე მithmews დროს. ირაკლი, ხშირად მწვადის შესაწვავად ბუნებაში მოპოვებული ჯოხები გამოიყენება, რომელსაც ადგილზე ვთქვათ, თლიან და შემდეგ შამფურებად იყენებენ, ხომ? ამ შემთხვევაში არის რაიმე სახის რეკომენდაცია, რომელიც შეგვიძლია გავცეთ მაყურებლისთვის და არის თუ არა ეს ჩვენ ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ძალიან მნიშვნელობა აქვს ცეცხლს, ანუ რა ცეცხლს, ანუ რა ნაკვეთშხალი იქნება, იმიტომ რომ ეს როგორც პირდაპირ მოქმედებს შემწვარი ხორცის გემოზე, ასევე მოქმედებს მის უნებლობაზე, იმიტომ რომ ყველა ხისგან არ შეიძლება მიიღებოდეს ნაკვეთშხალი. და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ცეცხლის დანთების პროცესში, რით დავანთებთ. არ შეიძლება რაიმე ისეთი ნივთიერების ცეცხლის დანთება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის საფრთხეს უქმნის. ანუ მაქსიმალურად ვეცადოთ ბუნებრივი პირობებით ავანთოთ ცეცხლი და არაფერი დამატებითი რამე არ გამოვიყენოთ, თუ ამის საშუალება გვაქვს, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს უკვე ადამიანის ჯანმრთელობაზე. შამპურებს რაც შეეხება, როგორც ცნობილია, ანუ ყველაზე კარგი, ანუ ყველაზე გამოყენებადი ეს არის თხილის შამპურები, მაგრამ თხილი ყველგან არ გვაქვს, მაგრამ ვეცადოთ, რომ მაინც წავიღოთ სახლიდან შამპურები, რომელიც იქნება კარგად გარეცხილი, კარგად დეზინფექცია ჩატარებული და ამ შემთხვევაში წვადს შევწავთ ესეთ ინვენტარზე, რომელიც მიღებულია, გამოიყენებს ყველა და არის უნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ირაკლი, ჩვენ წეგან აღნიშნეთ ძეხვეული და აქვე შეგვიძლია ქათმის ხორციც დავასახელოთ, ხომ? ახლა გარდა იმისა, რომ პიკნიკები თავისთავად მოიაზრებს სხვადასხვა ტიპის ეგრეთ წოდებულ ღონისძიებას, მაგალითად იქნება ეს ექსკურსია, უბრალო გასვლა ქალაქგარეთ თუ ჩვენსავით შუა ცენტრში ქალაქის, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ღირებულება ისევ რჩება სურსათის უნებლობა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ხო, აი როგორ შეგვიძლია მაგალითად ძეხვეული, იმიტომ რომ ძეხვი არათუ გარე პირობებში, სახლის პირობებში, სამაცივრე პირობებშიც ვიცით, რომ ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია, ხო? აი რა შეგვიძლია რომ ამაზეც ვთქვათ? კი ბატონო, მოკლედ ჩვენ როდესაც გავდივართ ასე ვთქვათ ბუნებაში, ეს არის სიჯანსაღის
ბუნებაში გასვლა ჯანსაღ გარემოში სუფთა ჰაერზე და მაქსიმალურად ვეცადოთ ის ინგრედიენტები და ის კერძები, რასაც წავიღებთ, რომ შემდეგ მივიქვათ, იყოს შესაბამისად ჯანსაღი და ასე ვთქვათ, უნებელი ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რაც შეეხება ძეხვი არც თუ ისე ჯანსაღი პროდუქტია, ეს ყველა ვიცით მის დამუშავების და მის წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე. არ არის რეკომენდირებული რომ წავიღოთ, იმიტომ რომ რაც უფრო მეტი ჯანსაღ, ანუ ხილს, ბოსტნეულს და სხვა კერძებს წავიღებთ, უფრო უკეთესი იქნება მიუხედავად იმისა, რომ ძეხვი უკვე დამუშავებულია და გარკვეულ ტემპერატურაზე შესაძლებელია მისი შენახვა, მაგრამ მაინც მაღალი რისკი არის, რადგან ხორცის პროდუქტი არის. სხვა შორის ახლა პიკნიკებთან დაკავშირებით პირველად ძეხვის ერთ-ერთი სახეობა მონადირული გამახსენდა, რომელიც მოხარშული შესაძლებელია და ჯობია წავიღოთ თუ მაინც და მაინც ვაპირებთ ძეხვის წაღებას პიკნიკზე, წავიღოთ ისეთი ძეხვი, რომელიც არის ჯერ მოხარშული და შემდეგ შებოლილები ორნაირი სახის თერმულ დამუშავებას გადის და ეგეთი არის მათ შორის მონადირული ძეხვიც. ჯერ მოხარშვა ხდება და შემდეგ ხდება მისი შებოლვა. თუმცა არსებობს ისეთი, რომელიც პირდაპირ შებოლილი არის და მაინც ცადოთ წავიღოთ ისეთი, რომელიც უფრო მეტად არის თერმულად დამუშავებული, რომელიც უფრო ძლებს გარემო პირობებს და ტემპერატურას. რაც შეეხება სხვა შემწვარ, ასე ვთქვათ, კერძებს, როგორც არის ქათამი, სასურველია რომ არ წავიღოთ, იმიტომ რომ მაგასაც სჭირდება გარკვეული ტემპერატურა მის შენახვის დროს და ვეცადოთ ისეთი პროდუქტები წავიღოთ ყველაფერი, რომელიც უფრო შედარებით ნაკლებად მალტუჭებადი არის და ნაკლებად ფუჭდება, რომ ავირიდოთ თავიდან კვებითი ინტოქსიკაცია, კვებითი მოშხამა, ეგრეთ წოდებით. და ბოლოსკენ არ უნდა დაგვავიწყდეს ცომეული. პური, ლობიანი, ხაჭაპური, პიცა. ეს არის პროდუქტები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გვხვდება ხოლმე საპიკნიკე მენიუში. კი ბატონო, ზოგადად გამოცხალი პროდუქტები შედარებით ნაკლები რისკის მატარებელი არის, რადგან ის თერმულად დამუშავებულია იმ ტემპერატურაზე, რომელი ტემპერატურას უზრუნველყოფს ყველანაირ პათოგენური მიკროორგანიზმების გამრავლებას. შეგვიძლია წავიღოთ ლობიანის ხაჭაპურით, განსხვავებით პიცისგან, რომელიც ასე ვთქვათ უფრო მეტი соуსი არის გამოყენებული. კი ბატონო, მაიონეზი, რომელიც დასაწყისში აღნიშნეთ. ლობიანის ხაჭაპურის წაღება პირიქით უფრო დიდ ხანსაც გაძლებს და არ სჭირდება განსაკუთრებული ტემპერატურა ლობიანს და ხაჭაპურსაც, რომელიც შესაძლებელია ოთახის ტემპერატურაზეც ინახებოდეს. რა საინტერესო არა და ლობიანი თითქოს რაღაცა ეს მაღალ ტემპერატურაზე ამჟავებისკენ მიდრეკილ პროდუქტად შეიძლება. ტემპერატურაზე დაახლოებით 6-დან 12 საათამდე აქვს საქმე. შვენიერი. ძალიან საინტერესო. დიდი მადლობა. მე მგონი სასარგებლო და ნაყოფიერი გადაცემა გამოგვივიდა. იმედია ამინდები მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ხშირად გავიდეთ ქალაქიდან და დავტკბეთ ბუნებაში ჩვენს მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნით. სურსათის უუნებლობასთან მიმართებით თქვენ უკვე რჩევები მოცემული გაქვთ ჩვენი გადაცემის მეშვეობით და აუცილებელი თხოვნა არა, ალბათ მოთხოვნა ყველა ადამიანთან, ყველა მაყურებელთან გაცილებით დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს გარემოს, იმიტომ რომ ხშირი და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ყოველი პიკნიკისა თუ სხვადასხვა მსგავსი შეხვედრის შემდეგ ძალიან ბევრ ნარჩენს ვტოვებთ ბუნებაში და ეს რა თქმა უნდა ყოველად დაუშვებელია და კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს გარემოს, ჩვენს დედამიწას, ჩვენს სახლს, მოდი ასე ვიტყოდი, რომელიც გვასაზრდოებს. წარმატებულ მშვიდობიან პოზიტიურ დღეს გისურვებთ და იმედი დავიტოვოთ, რომ ძალიან სასარგებლო რჩევები მოისმინეთ ჩვენი გადაცემის მეშვეობით. დროებით.